კვარაცხელიამ მისი მეტოქე გაასაზისხა. გარდა იმისა, რომ მოედანზე დააგდო, ლამაზად მოაცილა ის და ულამაზესად დაარგა. ამ ადგილიდან გოლის გატანა თითქმის შეუძლებელი იყო. ეს არის კრის უოდლის რეინკარნაცია. ეს არის ერთადერთი ფეხბურთელი, რომელსაც ამ წერტილიდან შეეძლო გოლის გატანა. კვარაცხელია დაფრინავს, მას შემდეგ რაც პარის სენ-ჟერმენში გადავიდა. კვარაზე ისაუბრა ლეგენდარულმა მწვრთნელმა ფაბიო კაპელომაც. დღეს ვნახეთ ფეხბურთელი, რომელიც ნაპოლიდან გვახსოვდა. ორგანიზებული მეტოქის წინააღმდეგ მან თავისი თვისება გამოავლინა. ნაპოლიში მას აღარ ჰქონდა თავგანწირვა და უკან სირბილის სურვილი. დღეს კი ისევ ვნახეთ სხვა დონის ფეხბურთელი. შესანიშნავი გოლი გაიტანა, მაგრამ ზოგადად ყველა მხრივ შესანიშნავად ითამაშა. ისევ ყველა სიტუაციაში ჩნდება, თავისუფალია, ყველა პოზიციაზე თამაშობს, არა მხოლოდ მარცხნივ, როგორც ნაპოლიში. ნაკლებადაა ჩარჩოებში მოქცეული, მას სწორედ თავისუფლება სჭირდება. შეგახსენებთ, რომ ხვიჩე კვარაცხელიას ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 5 შეხვედრაში 2 გოლი და 1 საგოლე პასი აქვს. პარის სენ-ჟერმენის და ასტონ ვილას საფასუხო შეხვედრა კი 15 აპრილს გაიმართება. აქვე დაწერეთ თქვენი აზრი კომენტარებში, რა შედეგით დამთავრდება ეს შეხვედრა. თუ მოგეწონათ ვიდეო, დალაიქეთ და გამოიწერეთ არხი, რომ არ გამოგრჩეთ შემდგომი სიახლეები.